მთიანი თავგადასავალი. ყოველ შაბათ-დილა ჯონ მიდის გასეირნებლად მთებში, რომლებიც მის ქალაქს ახლოს არიან. მას უყვარს სუფთა ჰაერი, მაღალი მწვანე ხეები და ფრინველების სიმღერის ხმა. ერთ ნათელ შაბათ-დღეს ჯონ იდგება ადრე, შეაყენებს თავის მთა გასეირნების ფეხსაცმელს, აიავს თავისი წყლის ბოთლს და პაკს მცირე ჩანთას, რომელშიც არის ნამცხვარი და რუკა. დღეს ის გეგმავს, რომ გამოიკვლიოს ახალი გზა, რომელზეც მას ადრე არასოდეს წახერხა. ჯონ მანქანით მიდის მთის დაწყების ადგილას და იწყებს გასეირნებას. გზა ამდაგებლო და მარტივია. გზაზე მან ხედავს დარეგიორგლურმა ყვავილებს და მოისმენს ფოთლების ნაზი ჭურთლის ხმას, როცა ქარი ფურცლებს აკვრავს. ჯონ გრძნობს სიხარულს და თავისუფლებას, როცა მიდის. გარკვეულ დროში გზა იყოფა ორ მიმართულებად. ერთმა გზამ მარტივი და ეგრის, ხოლო მეორეს კი სჭიდრი და ქვიანა. ჯონ გადაწყვიტავს, რომ აირჩევს მჭიდრ გარს, რადგან უყვარს გამოწვევები. როდესაც ჯონ მაღლა გასწრება, ჰაერი ირწმნება და ხედვა იბრძნება უფრო ლამაზი. მან გაჩერდა, რათა აიღოს ძირი და შეხედა გარშემო. მთები მშვიდია და ჩუმი. შეცწყლი ჯონ მოისმენს ნაზი ბზგუნების ხმას მის უკან. დაინტერესებული, მან დაეცხებს ხმის წექით და მალე მიაღწევს პატარა გასახადანს. გასახადანის შუაში არის ძველი ხის ხიდი, რომელიც გადალევს პატარა მდინარეს. ხიდის ქვეშ ლამაზი ვოლტა მიდის მაღალი ქვიდან ჩურჩულებულ პოულში. ცხალი ბრწყალებს მზეში, ხოლო ვოლტას ხმა როგორც ნაზი სიმღერა სმენს. ჯონ იდრებს ქვეშ მოთავსებული ქვეშ, ივადებს ცოტა წყალს და იდანზე იღებს ნამცხვარიან შემცველ თავის ჩანთიდან. ის გათხილდება და გამოხედავს პატარა, ოქროს თევზს, რომელიც სურჩევნად ცურვის პოულის მახლობლად. თევზი ელეგანტურ წრეში იძრობს, სანამ ექნება თქიმრგვალ ქარის მარცხნივ და განადგურება ქვაზე. ჯონ მიამზადებს მარტივი ბუნების სილამაზეს. მართალია, მხოლოდ შემდეგ ჯონ მოისმენს ნაზი მარღვალის ხმას მის უკან. მან მიახლოება და ხედავს პატარა, მეგობრულ ძაღლს. ძაღლი არის ყავისფერი, თეთრი წერტილებით და სიხარულით ვიფრთავს თავის შუქს. ჯონ აღფრთოვანდა და სიამოვნებით გააღრმავდა ძაღლის ხედვისგან. ძაღლი ახლოს მოდის და იჯობს მის გვერდით. ჯონ მიცემს მას პატარა ნამცხვარი თავის ჩანთიდან და ნაზი შთამბეჭდავად აყვირებს მას. ჯონ აზრდება, ვინც ამ ძაღლს ეკუთვნის, რადგან ამ გასახადანში არ არის სხვა ვინმეს. ჩანს, რომ ძაღლი დაკარგულია. დახმარების სურვილით, ჯონ ნაზი ამბობს, მოდი პატარა მეგობარო იპოვოთ შენი სახლი. ძაღლი ბედნიერი ილაპარაკებს და გზას ირჩევს, როცა ჯონ მისცემს. მოკლე გასეირნების შემდეგ, ჯონ და ძაღლი მიაღწევენ მცირე სახელს, რომელიც ტყის ბოლოშია. ბაღის პირაში იდგება ძველი ქალი, თბილი ღიმილით. გმადლობთ, რომ მიტანეთ ჩემი ძაღლი, ამბობს ის. დღეს დილით ის გაქრა. ჯონ გრძნობს სიხარულს, რომ დაეხმარა და რამდენიმე წუთით გაეფარვა თბილ საუბარში ამ კეთილგულყვან ქალთან. და ბოლოს, როდესაც საღამო იკავებს, ჯონ გააგრძელებს თავის გასეირნებას მთავარი გზაზე. მისი თავგადასავალი მთებში იყო სავსე სურპრიზებით და კეთილი მომენტებით. როცა უკან მიდის სახლისკენ, ჯონ იგრძნობს პატიმს და სიხარულს, რომ დაეხმარა ვინმეს და დაინახა ლამაზი დღე ბუნებაში. Where does John go hiking? A. In the mountains near his town. B. In a faraway forest. C. On a beach. The correct answer is A. In the mountains near his town. What does John pack in his backpack? A. A sleeping bag and water. B. Snacks and a map. C. A tent and a compass. The correct answer is B. Snacks and a map. Which path does John choose on his hike? A. The smooth and flat path. B. The narrow winding path. C. The steep and rocky path. The correct answer is C. The steep and rocky path. What does John find in the clearing? A. An old wooden bridge with a waterfall. B. A hidden cave. C.
A large ancient tree. The correct answer is A. An old wooden bridge with a waterfall. What does John do with the lost dog? A. He ignores the dog. B. He helps the dog find its owner. C. He takes the dog home with him. The correct answer is B. He helps the dog find its owner. სკიირები სასიამოვნო დღე. ყოველ ზამთრის ლიზა უყვარს სკიირება. დღეს ძალიან განსაკუთრებული დღეა, რადგან ის პირველად სთავაზობს თავის შვილს, ტომს სკიირებას. დილის ცხელი და ნათელი ფაერისგან ორივე მადრე გაიღვიძა სავსე უახლოს თავგადასავლისთვის. ლიზა მზადავს თბილ საუზმეს ტომისთვის. ისინი ერთად ცდებიან სამზარეულოში და საუბრობენ მომავალ სასიამოვნო დღეს. ტომი აქცევს ახალ წითელ ქურდს და ლურჯ სკიების შარვლებში, ხოლო ლიზა აქცევს თავის თბილ კაბათს, ქუდს და ხელთქარვალებს. ორივე ხდება ბედნიერი და მზადა თავიანთ დღეზე სკიებზე. საუზმეს შემდეგ ისინი მოძრაობენ მცირე მანქანით სკის არტყელში. გზები დაფარულია სნით, ხოლო ხედვა სასაცილო და მშვენიერი. მაღალი ხეები პაკელ არიან თეთრი სნით, დაცვა მკაფიო და ლურჯია. როდესაც ისინი მიაღწევენ სკის არტყელს, ტომი გრძნობს მცირე ნერვულობას. დედა რას დაგეხმარება თუ გავდივარ, ხოლოს უსვამს. ლიზა ღიმსით უპასუხებს. კარგია, ტომ, მე იქნება შენთან. ერთგან ჩვენს ერთად სწავლაზე და სიამოვნებაზე ვიქნებით. ისინი აიღებენ სკილიპს, რომელიც ნელა აყენებს მათ მთის ზემოთ. ზემოთ გადასვლისას ისინი ხედავენ მთლიანი ვალს ქვემოთ. ლიზა მიუთითებს მწვანე ხეებსა და ბრჭყალ-ბრჭყალ სნით, ხოლო ტომი უყურებს ხედვას და იცხებს ემოციურად იგრძნოს სიამოვნებას. მთის მწვავე ნაწილზე ლიზა აჩვენებს ტომს, როგორ უნდა დავდგეს სკიებზე. ის ახსნის, როგორ უნდა ნელა მოძრაობდეს, როგორ უნდა გადარჩიოს და როგორ უნდა შეჩერდეს. ტომი ყურადღებით ისმენდა და მცდიდა მცირე ნაზი ფარლეზე. დაცხებით, ტომი უჩარბობს და ცოტა იფიქრებს. მან რამდენიმე პავლა დაეყრდინა, მაგრამ ლიზა ყოველთვის ეხმარება, რომ ისევ ამაღლდეს. კარგად აკეთებ, ტომ, ამბობს ის თბილი ღიმილით. ნელა ტომი იცხებს უფრო კომფორტულად იგრძნოს. ის თავად მცირე მანძილის სკიირებს და მისი ღიმილი უფრო ფართო ხდება. ლიზა გულგრილად უხედავს თავის შვილის პროგრესს და გრძნობს დიდ პატივს და ბედნიერებას. ისინი ხარჯავენ დილს მარტივი ფარლეზე სკიირებისას. ისინი ჰგავენ, როცა ტომი გამოსცემს სახალისო ხმას, როგორც ჩარიცხება სნოზე, ხოლო ლიზა ანათებს, როცა ტომი ქარგიშივე მუშაობს. ხანდახან ისინი გაჩერდებიან, რათა ისიამოვნონ ახალ ფაერში მთიდან და უყურონ ფრინველებს ზემოთ. სნა ნაზი და მსოფლიოს უმთქვაკვილადია, გარდა ამის, რომ სკიების ხმა ნელა სნოზე კარბდება. რამდენიმე საათის სკიირების შემდეგ, ისინი გადაწყვიტავენ, რომ შეიმუშავონ პაუზა. ისინი სდებიან კლუკზე, ხოლო სახლავე და ხედავენ საოცარ ხედვას. მზეს ბრჭყალობს, ხოლო მთები მეფურია შორს. ტომი ამბობს, მიყვარს სკიირება, დედა. ეს არის საუკეთესო დღე, ლიზა ავიწყდება და აბრუნებს. მე ისე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ. შემდგომ ისინი დაბრუნდებიან ხოლოს შიგნით. თბილი, კომფორტული ოთახი სავსეა მხიარულ ადამიანებს. ისინი მიდიან პატარა ყაფეს და გადაცდით ცხელი შოკოლადით. ტომის ცხელი შოკოლადა ზემოთ არის მარაშმელოზი, ხოლო ლიზას მდიდარი და კრემოვანი. ისინი დასდებიან მცირე მაგიდაზე და ისიამოვნებენ თავიანთ სასმელს, საუბრისას დღის სასაცილო მომენტებზე. დრო შემდეგ, როცა დღე დასასრულდება, ლიზა და ტომი დატოვებენ ხოლოს დიდ ღიმილებით. ისინი ბრუნდებიან. სახლამდე ორმოვრიან, მაგრამ ძალიან ბედნიერები. ტომი უკვე ოცნება აქვს, გინდება შემდეგი შანსისათვის, რომ კვლავ სკიირება შეძლოს. ეს იყო შესანიშნავი დღე, რომელიც სავსეა სიცხისა, სწავლისა და სიყვარულის დღე, რომელიც გრძელვადიანად დარჩება მათი სიახლოვეში. What is special about this skiing day? A. It is Tom's first time skiing. B. They're visiting a new ski resort. C. It is Lisa's birthday. The correct answer is A. It is Tom's first time skiing.
What does Tom wear on this skiing day? A green jacket and black ski pants. B, a red jacket and blue ski pants. C, a yellow jacket and white ski pants. The correct answer is B, a red jacket and blue ski pants. What does Tom ask his mom? A, can I ski alone? B, will you go with me? C, what if I fall? The correct answer is C, what if I fall? What do Lisa and Tom do during their break at the ski lodge? A, they take a nap. B, they sit on a bench and enjoy the view. C, they take another ski lesson. The correct answer is B, they sit on a bench and enjoy the view. What do they order at the cafe in the lodge? A, coffee. B, tea. C, hot chocolate. The correct answer is C, hot chocolate. ზამთრის თავგადასავალი. ალისი და ბენი ორი კარგი მეგობრია. ისინი ცხოვრობენ პატარა ქალაქში. ერთ ცივი ზამთრის დილზე ისინი გადაწყვიტიან, რომ გამოიკვლიონ ზამთრის დღე, სადაც არის. ფაერი სუფთაა და თეთრია. ისინი აღფრთოვანებული არიან ახალი რამების სანახავად და ზამთრის სილამაზის გასაღებად. ალის იფარება თბილი წითელი კაბატი, ნაზი ბალახი და ორი თხელი ხელთეთრი. ბენი იფარება თავის ლურჯ ხურცს, თბილ ქუდს და ძლიერი ბუდებს. ისინი მოემზადებენ პატარა უკანჩანთას, რომელშიც ჩაწერილია რამდენიმე ნაჯარი, წყლის ბოთლი და ტყის რუკა. გასვლის წინ ისინი ერთად ჯამენ სწრაფ საუზმს ალისის სახლში. ერთმანეთს სმიან და ამბობენ, დღეს დიდი თავგადასავალი იქნება. ისინი შეხდებიან ქალაქის ზღუდზე და იწყებენ ნაბიჯებს ტყისკენ. მიწა დაფარულია სნოთი, ხოლო ხეები ჩაფერებულია ბრწყალ-ბრჭყალ თეთრებით. ჩქარეთ სიარულის ოდნავ ერთხელ ისინი ხედავენ ცხოველების ნიშანს. ნახე ალისი, კანელის ფეხის ნიშანია, გულისხმიერად ამბობს ბენი. ისინი მცირე მანძილზე შემდეგ ნიშანს და იფიქრებს, სად შეიძლება პატარა კანელი დამალოს. ბრძანებით, მალე მიაღწევენ პატარა ყინულ ტბას. ოინული მკაფიო და გლიმზურია. ტბა როგორც დიდი სარკე ჩანს, ამბობს ალისი. ბენი თანხმდება და დაამატებს. ეს მშვენიერია და მშვიდია, ისინი გადაწყვიტავენ, რომ აიშორებიან აბის ახლოს მდებარე ბენცზე და ჯამენ ნაჯარს. ისიამოვნებენ თბილ შოკოლადით, რომელსაც ბენი მოაქვს თერმოსიდან. თბილი შოკოლადა მათ აძლევს კომფორტსა და ბედნიერებას. პაუზის შემდეგ, ალისი და ბენი გაგრძელებენ გამოკვლევას. ისინი მეთავში მიდიან ტყეში, სადაც ხეები მაღალებია და ჩუმობა მშვიდი არის. ისინი ხედავენ ფინკონებს მიწაზე და მოისმენიან ქარის ნაზი ხმას. უაღრეს საინტერესო, ისინი მოისმენიან ფოთლების ნაზი ჩქარას ბულბულებში. ისინი გაჩერდებიან და ყურადღებით უყურებენ. ბულბულებიდან გამოვლენს პატარა შიშიანი დიორი. დიორი დიდ, ნაზი თვალებით უყურებს მათ და შემდეგ ჩრდინდება ტყეში. ალისი და ბენი ღიმილობენ, გრძნობდნენ, რომ ისინი ნამდვილი ბედნიერებით გრძნობენ, რომ აჩვენეს დიორი. ისინი კიდევ ცოტა ხნით მიდიან, სანამ არ იპოვნენ პატარა კუნძს, რომელიც სნოთი დაფარულია. ისინი გადაწყვიტავენ, რომ მაურთცონ კუნძს. ამ ანაში ცოდათი რთული ხდება, მაგრამ ერთმანეთსაც ეხმარებიან. როდესაც უმაღლესზე მიაღწევენ, ხედავენ საოცრად ლამაზი ხედვას, სნოთი დაფარული ტყე და შორს მდებარე ქალაქი. ცა მკაფიო და ლურჯია, ხოლო მზეს ნაზად შუქავს, რათა იგახდეს, როგორც დიამანტები. შუადღეს მოლოდინში მეგობრები იწყებენ უკან დაბრუნებას სახლში. ისინი საუბრობენ ყველა საოცრად ლამაზი რამის შესახებ, რასაც თავგადასავალის დროს ხედეს. ისინი მეხსიან ცხოველების ნიშანს, ყინულ აბას, შიშიანი დიორს და კუნძზე მყოფ ლამაზი ხედვას. ისინი გრძნობენ სიხარულს და პატივს ამ დღისთვის. ბოლოს, როცა საღამო იკავებს, ალისი და ბენი მიაღწევენ თავიანთ ქალაქს.
ისინი დატოვებენ ერთმანეთს თბილ საყვარელ ღიმილებებს და მოშეცევენ, რომ მალე ისევ ერთად გამოიქულიან. ეს იყო დღე, რომელიც სავსეა თავგადასავალებით, მეგობრობით და ზამთრის ჭედოსნით. ისინი დაბრუნდებიან სახლში თბილი გულებით და მრავალი ახალი მოგონებებით ამ ზამთრის თავგადასავალისგან. Where do Alice and Ben decide to go on their adventure? A. In the snowy forest. B. To a sunny beach. C. To a busy city. The correct answer is A. In the snowy forest. What does Ben wear on his adventure? A. A red coat and thick gloves. B. A blue jacket, a warm hat, and sturdy boots. C. A green sweater. The correct answer is B. A blue jacket, a warm hat, and sturdy boots. What do they see when they reach the top of the hill? A. A small frozen lake. B. Animal tracks. C. A magnificent view of the snowy forest and the town in the distance. The correct answer is C. A magnificent view of the snowy forest and the town in the distance. What do Alice and Ben enjoy during their break by the frozen lake? A. Warm chocolate from a thermos. B. A sandwich and fruit. C. A bowl of soup. The correct answer is A. Warm chocolate from a thermos. How do Alice and Ben end their adventure? A. They return home in silence. B. They say goodbye with warm hugs and promise to explore again soon. C. They get lost and have to be rescued. The correct answer is B. They say goodbye with warm hugs and promise to explore again soon. We hope you enjoyed these Georgian short stories. If you're looking to improve your Georgian language skills, check out the following educational materials available for sale on Amazon. The books range from A1 beginner level to B1 intermediate level. And keep an eye out for more Georgian language videos on Sebastian's channel, and be sure to like and subscribe.